შენ ხარ? დიახ, ჰუსეინ. პირობა შესრულებულია. დაიარბე მოკითხვა გადმოგცათ. მადლობა. მეც მომიკითხე დაიარბე. მადლობა გადაეცე. აუცილებლად. თქვენი ნებართვით დაგტოვებთ. სად მიდიხარ? გარეთ ვიქნები. არ წახვიდა. მარტო ყოფნა მიჭირს. დარჩი ცოტა დავლიოთ. ერთად? სხვა რჩევანი არ მაქვს. კარგი. დავლიოთ. მადლობა. მე ამას შევინახავ, შენ კი სამზარეულოდან რამე მოიტანე. გამარჯობა. ელვან დემერის მდგომარეობა მაინტერესებს. დიახ, პაციენტი რეანიმაციაშია, მესამე სართულზე, ლიფტი აქეთაა. მადლობთ. ფატმა დეიდა, შეჭამეთ. დედა, შენც. ლუკმა არ გადამივა ყელში, არ მინდა. დედა, ასე არ შეიძლება. ფატმა დეიდა. არა, არ მინდა. გამომართო. ჰასან. ჭამე. ასე არ შეიძლება. გამომართვე. მამა წავიდა. ებია კვდება. რა გვეშველება, ბიძია? ბებია გამოჯამრთელდება. ნუ გეშინია. ბედი არ ქონიათ. მამის არის გული გამისკდეს. გაჩუმდი ფელო, გაჩუმდი. ისედაც გიჟგავარ. გოგოებო. დეიდა ელვანს რამე რომ მოუვიდეს ომეს ვეღარ ვუშველით. ალლაჰმა დაიფაროს. ელვან დეიდას არაფერი მოუვა. მელიქე. ძალიან მწუხვარ. გმადლობ ელი. გმადლობ ჩემო ელიფ. ძალიან მწუხვარ. გმადლობ. ხედავ რა დღეში ვართ. შენ იცი უდედობა რა ძნელია. შენზე უკეთ ვერავინ გაგვიგებს. კარგად გახდება. ძალიან მწუხვარ. ელიფი მოსულა. მართლა? ყოჩა ხელით. რა კარგი ადამიანია. ბავშვებო.
ნუ გეშინია, კარგად იქნება. აჯობებს წავიდე. ომერს უთხარით, რომ ძალიან ვწუხარ. კარგი. მოგწონს? იყოს. მაინც უგონებოდო არა. სევდიანი სიმღერაა. დავლიოთ. შენი ოჯახიც აქ არის? არა, სოფელში დავტოვე. არ გიჭირს? თავიდან გამიჭირდა. მაგრამ მერე შევეჩვიე. თუმცა მათი ხმა რომ მესმის. გული მიკვდება. დღემდე დედა ამდენი ხნით არ მიმიტოვებია. არასდროს. ძალიან მიყვარს. ძოლე, ბავშვები, ძმა. ერთად ცხოვრობთ. ცხოვრობდით. ახლა რა მეშველება? მათ გარეშე ყოფნას შევძლებ? გავუძლებ? მხოლოდ ფოტოები დამრჩა. მხოლოდ ფოტოები. ეს დედა ჩემია. რანათელი სახი აქვს, არა? საოცრად კეთილია. მის სითბოს ახლაც გვგრძნობა. ეს ჩემი პირველი შვილია. ჩემი გოგონა, დემეთი. სულ ერთი ციცქნა იყო ხელში რომ ავიყვანე. დრო როგორ გარბის. ძალიან ლამაზია. შეხედე. ხომასეა. მართლა ძალიან ლამაზია. ეს კი ჰასანია. ჩემი ვაჟკაცი. ჭამა ძალიან უყვარს. ძალიან კარგი ბავშვია. ძალიან მგრძნობიარე. ცოტა ცელქია, მაგრამ კარგი კაცი გაიზრდება. ჯერ ბავშვია. კარგად სწავლობს, კარგ ნიშნებს იღებს. უნდა რომ მე და ჩემს ძმას მოგვბაძოს და პოლიციელი გახდეს. დამნაშავეებთან, ბოროტმოქმედებთან და ცუდ ხალხთან ბრძოლას აპირებს. რომ იცოდეს რა გარეწარი მამახავს. ეს კი ბურჰანია. ჩემი უმცროსი ვაჟი. აუცილებლად ვნახავ. დედამისი ბავშვი ჩამომიყვანს. უარს არ მეტყვის. მაგრამ მელიქე ბავშვებს არასდროს მაჩვენებს. მელიქე მათი ნახვის უფლებას აღარ მომცემს. ვერც გავამტყუნება. ჩემი შვილები ნაძირალა მამას არ იმსახურებენ. თუ გაიგეს ვინ ვარ. ჩემი დანახვაც არ მოუნდებათ. ოჯახი დავკარგე. თაიერის ხალხი უკვე დავკითხეთ. ვცდილობთ გავიგოთ ჰუსაინის ქვეყნიდან გაყვანას როგორ აპირებს. სატელეფონო საუბრების მოსასმენად ნებართვას ველოდებით. თუმცა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილება უკვე უსმენს.
იარაღის ექსპერტიზის დასკვნაც მივიღეთ. დადასტურდა, რომ სამივე სიბელ ანდაჩი, აჰმედ დენიზერი და ბაჰარ ჩინარი იმ იარაღით მოკლეს. ნუ გეშინია, ვერ გაიგებს. მოვა, ელიფს ნახავ. ვიდრე დეიდაელონი უკეთ არ გახდება, ალბათ არ წავა. ძალიან მწოხვარა. იცი ერთხელ რა მითხრა. არ ვიცი, შევძლებ თუ არა შენთან ახლოს და ამავე დროს შორს ყოფნასო. რთული ყოფილა მეგობარო. ახლა მივხვდი. რთული ყოფილა. ელიფ, როგორ ხარ? თუდად. შენი მესმის. მეგონა ჩემი მეგობარი იყავი, ფელინ. ბაჰარის ადგილი დაიკავე. ყველაფერს გეუბნებოდი. ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ელიფ. ახლაც ასეა. თუ მეგობარი ხარ, მაშინ ეს ტკივილი უნდა აგერიდებინა ჩემთვის. სულ იფექტთან ერთად ხარ. სახლში, სამსახურში. შენ როდის გაიგე? რატომ დამიმალე? ელიფ. არ გინდა ვთხოვ. კაფეში ვიქნები. საშინლად განიცდის, ომერ. ძალიან იტანჯება. უფრო დიდ ტანჯვას გადავარჩინეთ. ხო, მაგრამ ასე უფრო დაიტანჯება, ცოდოა. ფელონ. ხელის მოწერის დღეს რომ მეთქვა მამა ჩემმა ძმამ მოგიკლა მეთქი. უფრო უარესი არ იქნებოდა. დედა ჩემ შეხედა. შვილის ამბავმა ხედავ რა დღეში ჩააგდო. ელიფიც ვერ გადაიტანდა. ცოლად რომ გამომყოლოდა, განადგურდებოდა. ვერ გავიმეტე, ფელო. ვერ გავიმეტე. ეს ჩემი ძმა, ჩემი ძამიკო, ჩემი სიცოცხლეა, ჩემი ბედნიერება და სიხარული. მზად ვარ მისთვის თავი გავწირა. შვილივით გავზარდე. ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, მაგრამ ბუღალატე. გული ვადგინე. დავიმეტე. თვითონაც არ დამინდა. არც ვამტყუნება. იმდენად მართალია, რომ საკუთარი ხელით რომ მომკლას, ვერავინ გაამტყუნებს. მართალი იქნება. ყველა დავკარგე.
ყველა ვიდრე დროა თაიარი მიატოვე პატიოსნად იცხოვრე ძადი და ნორმალური საქმე იშოვე ოჯახს ფულს და ძალაუფლებას ნუანაცვლება თორემ ჩემისთანა ნაძირელა გახდები განადგურდები აიღე დემეთ გამარჯობა ბიცოლა ჰასან ელიფი გამიძახე არ შეიძლება უხერხულია მე შენი ბიცოლა აღარ ვარ არ გინდა არა გმადლობ ექიმო დოქტორი ექიმო დედა როგორ არის ელონ ჰანიმი თავს უკეთ გრძნობს სონთქვა მოუწესრიგი და გულისცემაც ნორმალურია მალე პალატაში გადავიყვანთ გმადლობ ალაჰმა დაგლოცოთ შეიძლება დედა ვნახო პალატაში რომ გადავიყვანთ მერე ახლა დაგტოვებთ კიდევ ერთხელ გილოცავთ გმადლობთ მეწავა ელიფ ცოტა ხანს კიდევ დარჩი დედამ დაგინახო ძალიან გაუხარდება არ შევაწუხებ მოკითხვა გადაეცით გამოჯამრთელებას ვუსურვებ კარგი ნახვამდის აქ რატომ მოვედი? აქ რა მინდა? ამ კაცმა ჯერ კიდევ ამ დილით მიმატოვა. თავს რატომ ვიტანჯა ვასლი? ელიფ, ეს სიყვარულია. ასე უსებ ხომ არ გაქრება. უკვე გაქრა. ომერისა და ელიფის სიყვარული დასრულდა. ისე დაშორდი რომ გრძნობა არ გაგნელებია ელიფ. ეს შენი სურვილით არ მომხდარა. ამიტომ მოემზადე. შენი სიყვარული ასე ეოლად არ დასრულდება. რა მნიშვნელობა აქვს მე რას ვფიქრობ ასლი? ჩემი სიყვარული დასრულდა. სხვისი კი დაიწყება. ყოველთვის ასეა. ომერ შენ ხარ მე ვარ დედა მე ვარ მაპატია გთხოვ მაპატია პატიება შენ რატომ თხოვ შვილო ძალიან ნანობ დედა ნეტა არ მეთქვა პატიებას შენ არ უნდა მთხოვდეს შვილო ის უნდა ნანობდეს ვინც ეს ჩაიდინა დედა თავს ნუ დაიღლე
ასე რატომ მოიქცა? ნუ რაფერს დამივალა. ყველაფერი მითხარი. დედა, დაიღლები. გთხოვ დამშვიდდე. იპოვე და მომიყვანე. უნდა დაველაპარაკო. დედა, შენ გარდა ვინ მყავს? გემუდარები თავს გაუფრთხილდი, კარგი? რამე რომ მოგივიდეს, გავგიჟდები, დედა. დედა, ბებია როგორ ხარ? კარგად ვარ. ხომ ხედავ ბებია კარგად არის. როგორ ხარ დედა? დედა ძალიან შეგვაშინე, ძალიან. ელვან, საყვარელო. გილოცა, გავიგე ელვანდეი და უკეთ ყოფილა. მადლობა. აპატი. სიხარულისგან დავიბენი. ექიმები რას ამბობენ? 48 საათი დააკვირდებიან. შეიძლება შეტევა განმეორდეს. ამის ალბათობა არსებობს? ექიმი ამბობს ნაკლებ სავარაუდოა. მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. გასაგებია. ეფეკ განყოფილებაში უნდა წავიდე. მადლობა რომ მოხვედე. შენ სცადე. იმიტომ მოვედი რომ უნდა დაგელაპარაკო. რაზე? ყუილზე რომელიც ელიფს ვუთხარით. ფაქტია შენ იაზის მამა არ ხარ. ელიფი აუცილებლად დაინტერესდება და საუბარს მოისურვებს. იფეკ ელიფი არაფერს გითხავს. ელიფი ძალიან ამაყია. კარგი, მაგრამ მაინც თუ მოვიდა, მინდა პასუხები ერთმანეთს დაემთხვეს. არ ვიცი ეს ყუილი როდემდე უნდა გაგრძელდეს ომერ, მაგრამ რომ გაიგოს განადგურდება. იფეკ. იმ მომენტში ვეღარ ვაზროვნებდი და ამიტომ შემოგთავაზე. დაგარწმუნე რომ დათანხმებულიყავე. მაპატე, ახალი საზრუნავი გაგიჩინე. შედეგებზე არც მიფიქრია. კარგი. ნუ ხელა, ყველაფერი მოგვარდება. შვილი გადამირჩინე. ეს სალაპარაკო დარცხირს. კარგი. ელვანდეიდას ვნახავ და წავალ. ნახვამდის. დეიდან ედრეთ. ახალი ამბავი უკვე ყველას აიძია. ხვალდილით სატელევიზიო პროგრამებსა და გაზეთებშიც გამოჩნდება და მიზეზს ყველა გაიგებს. ინებეთ. შვენიერია. მეხარია რომ მოგეწონათ. ძალიან კარგია, გმადლობთ. ალლაჰმა დაგლოცოთ. გამომართვი. ახლა კი დაგტოვებთ. ალბათ ელიფს დააგვიანდება. არა ლევენტ, გთხოვ დაჭექი. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა დაგელაპარაკო. კარგი. ალბათ ფირმასთან დაკავშირებით. არა. ელიფთან დაკავშირებით. იპოვე რამე? ვერა. ვიპოვით. ნუღელავთ. შენ რატომ მოხვედი? დედა უკეთაა ფელომ. მასთან ახლა მელიქეა. ისვენებს. მეც რომ კარგად ვიყო, ჰუსაინ დემერი უნდა ვიპოვოთ. არის რამე ახალი? არა ომერ. თაიარის კუთვნილი ტელეფონიდან ჰუსაინის ტელეფონზე არც ერთი ზარი არ განხორციელებულა.
ესე იგი სხვა ნომრით უკავშირდებიან ერთმანეთს. მელიქემ რაღაც ტელეფონი ახსენა. ალბათ. კარგი. იმეც ნუ დავკარგავთ. სულ პატარა რაღაც გჭირდება და კვალზე გავალთ. ელო მართალია. ნამდვილად არის რაღაც რაც კვალზე გაგვიყვანს. საწავა სამუდამოდ ხომ არ დაიმალება. მართლა არ მესმის. Bu Elif'in ზოგჯერ მგონია რომ ელიფის ომერისადმი სიყვარული რაღაც გაუგებარი ახირებაა. bunlar რა აქვს საერთო? სხვადასხვა სოციუმს მიეკუთვნებიან, სხვადასხვა აღზრდა აქვთ. ადამიანებს ერთმანეთის სულ სხვა ნიშნით უყვარდებათ. რაც შემოთვალეთ აუცილებელი არ არის ნედრეთანიმ. ეგ მხოლოდ ეტიკეტია. sen რაც გინდა თქვი ლევენტ, მაგრამ არ შეიძლება დამიჯერე. davul ყველამ თავისი სწორი უნდა იპოვოს. hayret bir şey. მაგალითად შენ რომ ყოფილიყავი. Sen olsaydın შედარებისთვის ვამბობ. farz mahal diyor. ელიფთან შენ რომ ყოფილიყავი, ერთმანეთი რომ შეყვარებოდათ, ერთმანეთის შესაფერისი იქნებოდით. Ben de buna ძალიან გამიხარდებოდა. კარგი გვარიშვილები ხართ, კარგად აღზრდილები. სიტყვა პასუხი არ გეშლებათ. Bak ben sana იცი რას გეტყვი? daha არასდროს მინახავს რომ ომერს და ელიფს 20 წუთი მაინც ზედიზედ რამეზე ესაუბრათ. halbuki siz öyle değilsiniz. თქვენ ასე არ ხართ. Şimdi ახლა ფონდის საქმიანობაში ჩაერთეთ. değil mi? Durmadan ბევრი საერთო გაქვთ. ესე იგი შესაფერისები ხართ. ნედრეთანიმ. მე და ელიფი კარგი მეგობრები ვართ. სულ ესაა. iyi ო, arkadaş. კარგი მეგობრები ხართ. Ben de მეც ამას ვამბობ. madem bu kadar yakın რადგან მეგობარი ხარ, მასზე უნდა იზრუნო კიდეც. iyi arkadaşsınız. ელიფს არ მოშორდე. მარტო არ დატოვო. ახლა ჩემს გოგონას ძალიან უჭირს. თუნდაც დღევანდელი დღე აიყე. ამის დავიწყება Kolay mı böyle? ასე bir იული ხომ არ არის. Bir de doğum დღეს მისი დაბადების დღეცაა. ჩემს გოგონას მარტო ნუ დატოვებ. თუ ელიფი მოინდომებს, სულ მის გვერდით ვიქნები ნედრეთანიმ. მოინდომებს. მოინდომებს. ლევანტ, გამარჯობა ელიფ. Sen gittikten რომ წახვედი ნედრეთანიმმა სახლში შემომიპატიჟა. kahve yemekte ავადავლიეთ და საუბარში გავერთეთ. laf defa bir de baktım დრო ისე გავიდა ვერ შევამჩნიე. gerçekten. ben de გასვლას ვაპირებდი, ama მაგრამ თუ გინდა ცოტა გავისეირნოთ. რა სიტყვი გინდა? ister misin? თუ დღუნებაზე ვარ ლევანტ. დავიწინებ. კარგი. შენი ნება. რადგან ასეა მეწავალ. Tekrar ყველაფრისთვის დიდი მადლობა ნედრეთანიმ. Tamam ya. კარგი შვილო, ნახვამდის. მოდი ხოლმე. ძალიან გაგვახარებ. მადლობთ. ნახვამდის. გაგაცილებ. კარგი. Ya abicim Tayyip ხედავთ აიარდუნდარის სახლიდან წყალს როგორ უკვეთავენ. მაგრამ ჰუსეინ დემირი არცად ჩანს. გამოდის რომ თების ზვინში ნემს ვეძებთ. ხშირად გვიძებნია და გვიპოვია კიდეც. თუ მოთმინებას გამოვიჩენთ, დარწმუნებული ვარ, რამე ხელჩასაჭიც ვიპოვით. არ და ფათიხ დუნდართან შეხვედრას მომიგვარებ. უნდა დაველაპარაკო სასწრაფოდ. კარგი, ვეცდები. გოგონია ფათიჰი რამეს გეტყვის? არ ვიცი. მაგრამ თაიარ დუნდართან და ჰუსეინთან ყველაზე ახლოს ის იყო. უნდა ვცადო. კარგი.
ძინავს? არა. ძალიან კარგი. თუ ასეა დღეს ერთად დავიძინებთ. ჩემთვის რომ ადგილი არ დარჩა? როგორ თუ არ დარჩა, ნილუ? მოდი დაწექი, ნუ ჭირვეულობ. კარგი რა, სულ ასე იქცევი. ჩემს ადგილას წვევი. როგორ თუ შენს ადგილას წვევი? უფროსი და მე ვარ. თქვენ ჩემს შემდეგ დაიბადეთ, ასე რომ ყველაზე დიდი ადგილი მე მეკუთვნის. ხედავ, იცინის. აბარა სიზამს. ხომასია? მოდი ჩემთან. მეც. დედაც ასე გვაძინებდა ხოლმე. მადლობთ, ძალიან გამახარეთ. მთელი წელია დედობას გვიწევ. ახლა ჩვენი ჯერია. შენ გვერდით გვიკულე. ყოველთვის ჩემ გვერდით იყავით. რა კარგია რომ არსებობთ. მიყვარხართ ჩვენც გვიყვარხართ. მან ჩაიქალებს. გეტყვი რომ ჩაი მოგვიტანონ, თორემ მუშაობა დილამდე მოგვიწევს და ვერ გავუძლებთ. შენ რას დალეო? არაფერს. ომერ შენ? არც მე. კარგი. ომერ. არ მოიხსნი? რას? ნიშნობის ბეჭედს. არასდროს. სიცოცხლის ძალას მაძლევს. ეს ბეჭედი ელიფმა გამიგეთა ფელო. არ მოიხსნე. სხვა რომ შეუყვარდეს. არ გეშინია? ძალიან მეშინია. ელიფი რომ არ ვნახო. რომ არ შევეხო. ეს უკვე სიკვდილს ნიშნავს. სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე ფელო. ვერ ვიპოვე. ელიფის გაუბედურებას საკუთარი თავის გაუბედურება ვარჩიე. როგორც ჩანს ნანობ. ნანობ რომ იფექს ელიფთან დალაპარაკება ვთხოვე. იფექის თითოეულმა სიტყვამ. საყვარელი ქალი დამაკარგვინა. ჩემს მომავალს და ბედნიერებას დამაშორა ფელო. იმედი გადამეწურა გესმის? ყველაფერი დამთავრდა. ყველაფერი.
დილამშვიდობისა, ეფენდე. დილამშვიდობისა. რა ხდება, ეს რა არის? მოიცადე. თავი მისკდება. ეს არა ნორმალური გადამეკიდა გინდა თუ არა დავლიოთო. დილამდე ენა არ გაუჩერებია. იმდენი დალია, იმდენი რომ არ ვიცი ამდენს როგორ იტანს. კარგი, წადი უთხარი ადგეს, ცოტა ხანში თაიარბეი დარეკავს. 2 საათში თვითმფრინავი მზად იქნება. აქედან მივდივართ. კარგი? წლის ქორწილი ჩაიშალა. სელამეთ იმბიძეა. ნეტა ჩაისთან ერთად სიმითიც მოგეტანა. ჩაის დავარიგებ და მოვიტან კომისარო. მადლობა. გონი რაღაც ვიპოვე. შენი ძმა? ნახე. ეს გახსენე. თაიარის ტელეფონზე ამ ნომრიდან არასდროს დაურეკავთ. ალო. გამარჯობა, თაიარ დონდართან დალაპარაკება მინდა. ვიპოვეთ ჰუსაინის ხმა. თაიარ დონდარი დაჭრილია საავადმყოფოში. ო, ის არის. ჯერჯერობით უგონო მდგომარეობაშია. მადლობთ, გამოჯამრთელებას ვუსურვებ. ნახვამდის. ხომ გეუბნებოდით? მივაგენით. არ და ეს მისამართი მოძებნე. ჩქარა. გამარჯობა, გისმენთ? მე სტამბოლის პოლიციის კომისარი ომერ დემირი ვარ. რაღაც უნდა გკითხოთ. გისმენთ, კომისარო? ერთ პიროვნებას ვეძებთ. ამ კაცს კარგად დააკვირდით. იცნობთ? თქვენი ტელეფონიდან დარეკა. ო, გამახსენდა. Bildim. აქ იყო. Evet. მითხრა ტელეფონი დამიჯდა და დამარეკინეო. ვიღაცას ელაპარაკა. 20 ლირა დატოვა და წავიდა. ვინ მიახლდა? არა, მარტო იყო. ეს ადამიანი სხვა დროს გინახავთ? აქ არ შემოსულა? პირველად ვნახე, კომისარო. სხვა დროს არ მინახავს. როგორ მოვიდა? მანქანით? არა, მანქანით არა. ფეხით მოვიდა და წავიდა. საით? აი ამ მხარეს წავიდა. კარგი, მადლობთ. არაფერს. არდა, იმ კაცს ველაპარაკე. ჰუსაინი იცნობ. უმანქანოდ ყოფილა. შეიძლება სადმე ახლოს იყოს ომერ. არ და აქ მხოლოდ ფეშენებელური ბინები, კაფეები და რესტორნებია. სათვალთვალო კამერები ყველას ექნება. როგორც კი გავთიშავ, ჩანაწერები მოითხოვე. კარგი, ომერ. კარგი, დროებით. სათხარ ჰუსაინ დემერ. სათხარა.
გაიღვიძეთ. Abi kalk hadi. გაიღვიძეთ ადექით. Abi. კარგი. Bak üşenmedim. არ დავიზარეთ და ხაში მოგიტანეთ. İşte kend. მიირთვით, ოღონდ იჩქარეთ. Yoksa uçağı თორემ თვით მფრინავზე დაგვაგვიანდება. ვაწირაგო. შენი აზრით ხუმრობის გუნებაზე ვარ? მოაშორე აქედან. დილამშვიდობის ნილუფერანი. ელიფი სად არის? იმ სახლში წავიდა, ნივთები უნდა მოიტანოს. ფელომ ძიძა მოგვიწებნა. ახლა გასაცნობად მივდივართ. ხელავ? ძიძა არ მინდა. აჯობებს შენ დარჩე. დედიკომ უნდა იმუშაოს საყვარელო. აი მოვიდნენ. Günaydın. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. იას, ცოტა ხან სახლში შედი, კარგი? Buralar აქვე ვიყავი. ვიფიქრე მოვინახულებ მეთქი. herkes გარწმუნებს სწორად მოიქეცი. çok დიდი teşekkür ederim. მადლობა. მადლობა საჭირო არ არის. ელიფს თქვენ გამო არ დავლაპარაკები ვარ. Kimin? აბა ვის გამო? აჯობებს არ იცოდეთ. İpek, კარგი. bana güven. თუმცა შეგიძლია მენდო. Değil mi? Çünkü ben de sana რადგან მეგენდობი. aramı ვიცი რომ ჩვენ საიდუმლოს არ გაამხელთ. biliyorum. ნედრეთ ანიმ არ გეწყინოთ, მაგრამ უკვე მივდიოდით. Tabii ya. რა თქმა უნდა, მე ხომ გაუფრთხილებლად მოვედი. Yanlış რატომ უნდა anlama. მეწყინოს? Yalnız თუმცა შენმა ნათქვამმა დამაინტერესა. eğer bu ჩემთვის თუ არა, ise kimin için? ეს ვისთვის გააკეთე? Yani sen ტყუილი ვის გამოთქვი? söyledin. Ayrıca იქნებ sana საერთო bazı ენა önerilerim გამოვნახოთ. olabilir. რას გულისხმობთ? Ne hal- რას უნდა ვგულისხმობდე? მინდა შენ და ომერი ერთად იყოთ. ვცდილობ დაგეხმარო. ნედრეთ ანიმ, მგონი ვერ გამიგეთ. თქვენთან ურთიერთობას არ ვაპირებ. მართალია. Sen yol გადაწყვეტილება თვითონ მიგიღია. მაგრამ ერთი რამ იცოდე, eğer ჩემი დახმარება თუ დაგჭირდება, არ მოგერიდოს. მითხარი, მაშინვე შენთან გავჩნდები. არ მგონია თქვენი დახმარება დამჭირდეს. ახლა კი უკაცრავად, მაგრამ ბავშვი მელოდება. tabii ya. რა თქმა უნდა, აღარ შეგაწუხებ. Hoşça kal. ნახვამდის. ნახვამდის. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.